მომდევნო სიუჟეტის ნახვის შემდეგ ალბათ ვერავინ დაიჯერებს, რომ ქუთაისში უახლოეს წარსულში ოპერის თეატრის ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა. ერთწლიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად დიდი ტრადიციების მატარებელ ქალაქს განახლებული ოპერის თეატრი აქვს. დღეს შენობას ანტიკური ხანის 13 ქანდაკება ამშვენებს და ინტერიერი არტ-ნოვას სტილშია გადაწყვეტილი. თეატრის რეაბილიტაცია 4.200.000 დაჯდა. და როგორც ხშირ შემთხვევაში საქართველოში ხდება, შენობის ფასადური პრეზენტაცია ერთი თვით ადრე შედგა, თუმცა ოფიციალურად ქუთაისის ოპერის თეატრი ახლახან ლეონ კავალოს ჯამბაზებით გაიხსნა. როენა კახიძე ქუთაისიდან. ამ კადრების ნახვის შემდეგ ალბათ ვერავინ დაიჯერებს, რომ ქუთაისში რამდენიმე წლის წინ ოპერის თეატრის ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა. ერთწლიანი ინტენსიური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად დიდი კულტურული ტრადიციების მატარებელ ქალაქს განახლებული ოპერის თეატრი აქვს. ნიჭიერი ავტორის დავით გოგიჩაიშვილის გადაწყვეტილებით შენობას ანტიკური ხანის 13 ქანდაკება ამშვენებს. არტ-ნოვას სტილშია გადაწყვეტილი ოპერის თეატრის ინტერიერი. მთლიანად შეიცვალა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო შიდა კომუნიკაციები. თეატრის ლოგოთი გამოსახული სკამები კი ამერიკაში დამზადდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ფასადური პრეზენტაცია ერთი თვით ადრე გაიმართა, ოპერის თეატრი ოფიციალურად 23 იანვარს ლეონ კავალოს ჯამბაზებით გაიხსნა. პრემიერისთვის დასი 3 თვის მანძილზე სარემონტო სამუშაოების პარალელურად ემზადებოდა. მსახიობი ნათელა ჩანქსელიანის სცენაზე გასვლას ახლა ისევე განიცდის, როგორც 42 წლის წინ. და დღეს ის ამაღელვებელი წუთები მიდის, რაც 68 წელს, როცა ჩვენთან მღეროდნენ პეტრე ამირანაშვილი, მედია ამირანაშვილი, დღესაც რა თქმა უნდა განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის 42 წლის შემდეგ. ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა ამ გალამაზებულ თეატრში. ურთულესი სპექტაკლი ჯამბაზები, რომ შეუფერებელ პირობებში იდგმებოდა არავის აინტერესებს და საოპერო ხელოვნებას მოკლებული მაყურებელი ხარისხიან პროდუქციალდება. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რათა ღირსეულად შევხედროდით ჩვენი სეზონის, ასე რომ ვთქვათ, განახლებულ ოპერის თეატრში და ნამდვილად პირდების უყოლას, რომ ეს იქნება ადეკვატური იმისა, თუ რა ექსტერიერი, ინტერიერი არის დღეს ჩვენს თეატრში. მშენებლობასთან ერთად უნისონში მიმდინარეობდა პრემიერაზე მზადება, ეს გახლავთ რუჯერო ლეონ კავალოს ურთულესი ოპერა ჯამბაზები. ჩვენ ფაქტიურად საგანგებო მდგომარეობაში ვმუშაობდით, ცოტა დიდი ოთახი იყო ჩემი კაბინეტი და მე გამოვედი ოთახიდან და დავუთმეთ ორკესტრს. ესევე ძალიან ბევრმა თანამშრომლმა თავის კაბინეტური სისტემებიდან გამოვიდნენ და დავუთმეთ კლასებს, სოლისტებს, ესე ვთქვათ, გუნდს, რომ ეს პერიოდი ჩვენ გამოგვეყენებინა მაქსიმალურად და მინდა ვთქვათ, რომ ძალიან შემჭიდროებულ ვადებში ამ ურთულესი ოპერის მომზადებას თავი გაართვა ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მთავარ დირიჟორმა რევაზ ჭავახიშვილმა, მთელმა დასმა. ეს იყო სიხარულით ნაკეთები სპექტაკლი. რამდენადაც მიმდინარეობდა პარალელურად მშენებლობა, ყველა ეს თითო აგური, ყველა თანამშრომელი საქმის კურსში იყო და თითქმის ჩვენთან ერთად, ჩვენ თვალწინ იზრდებოდა ჩვენი შვილივით და ამდენად ყველასთვის ძალიან საყვარელია უკვე სხვა დატვირთვა მიიღო თითოეული თანამშრომლისთვის აი ამ კედლებმა და დაწესებულებამ. ადგილობრივ საოპერო მომღერლებთან ერთად პრემიერაში თბილისის ოპერის თეატრის სოლისტებიც მონაწილეობდნენ. ხარია რომ ქუთაისში ვთამაშობ, იმიტომ რომ ჩემი პირველი როლი სხვადასხვა ტრავრეტა შევასრულე ქუთაისში 2002 წელს, პირველად ქუთაისის თეატრში მოხდა ეს და ძალიან მიხარია რომ განახლებულ თეატრში მღერი პირველად ამ სპექტაკლს. ძალიან მომეწონა ოპერა, საშუალო შემოვედი თუ არა, იმწუში დარბაზი დავინახე თუ არა, ძალიან დიდი სურვილი გამიშთა რომ მე მღერა. 4.200.000 ლარი ის თანხაა, რომელიც ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის რეკონსტრუქციისათვის გაიხარჯა. მინდა ყველა ქუთაისელს მიულოცო ოპერის თეატრის გახსნა და პრაქტიკულად ჩვენ დღეს ვხსნით ოპერის თეატრს აი ამ დასის პრემიერით და მინდა ყველას უსურვო, რომ ეს შენობა, რომელსაც საკმაოდ დიდარი ტრადიციები გააჩნია, ყოფილიყოს ქუთაისური და არა მარტო ქუთაისური კულტურის მექა, სადაც ბევრი წარმატება და ბევრი სასიამოვნო საღამო უნდა ვიხილოთ. თეატრმა ახლახან ჩატარებული კონკურსის შედეგად ახალგაზრდა მსახიობები მიიღო, რომლებმაც პროფესიული სკოლა იტალიაში, პიზაროსა და ოზიმოს მუსიკალურ აკადემიებში გაიარეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სცენაზე მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლების ხილვას არ გამოიცხა.